მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ ვიდეოკლიპების სერიას. წინა ვიდეოკლიპსა და ამ ვიდეოკლიპს შორის საკმაოდ დიდი ინტერვალი იყო 10 დღე. ეს ინტერვალი გავთვალე ზუსტად იმისათვის, რომ დაგვეციოს იმ მსმენელთა რაოდენობამ, რომელიც ჩამორჩა. ყველაფერი, რაც შეიძლება შევაჯამოთ პროექტის დაწყებიდან, სტატისტიკას ექვემდებარება. განცხადება პროექტის შესახებ გავრცელდა 50%-მა მოახდინა ამაზე რეაგირება. ალბათობა მუშაობს. ვინც დაიწყო ფინიშამდე მივიდა 16%-მა. ყველაფერი სტატისტიკის ფარგლებშია, წინასწარ გათვლით მოდელს შეესაბამება. მწვერვალზე ასვლა არც ისეთი მარტივია. ჩემ ხელში რო ყოფილიყო თქვენი მომზადება საბავშვო ბაღიდან, ალბათ ნამდვილად განათლებაში და ინტელექტუალურ განვითარებაში სპეც მომზადებას გაივლით. ყოველთვის შემთხვევაში ვაგრძელებთ. ნახეთ რა იქნება ჩვენი კიდევ ერთი სამუშაო მოდელი. როდესაც ვიწყებთ რაღაც საქმიანობას, მივმართოთ ალპინისტების მოდელს და მიდგომას. როგორც წესი, როდესაც იგეგმება მწვერვალის აღება და ლაშქრა, ხალხი, რომელიც დაინტერესებულია ამაში, გულშემატკივრები მათ შორის, ისინი მიდიან და ქმნიან საბაზო ბანაკს. ეს არის ის ადგილი, სადაც ძირითადი ბაზა იმართება. მთელი ტვირთი, რაც არის საჭირო პროექტისთვის, მიაქვთ იქ და აქ კარებს შლიან, ემზადებიან იმისათვის. მთელი ეს ჩვენი პროექტი არის გარკვეული ინტელექტუალური საბაზო ბანაკი. ჩემი სტუდენტებისათვის, რომლებიც გადიან ჩემ კურსებს. სავალდებულოდ ჩავთვალე, რომ ყველა ის სტუდენტი, მსმენელი, მაგისტრანტი, რომელიც სწავლობს ჩემთან, ამ მიდგომით უნდა სარგებლობდეს. იმ წარმოდგენებით, სისტემური ასრულება, ინფორმაციული გზავნილები, დიმიტრი უზნაძის განწყობის მექანიზმი, ის ელემენტებია, რომელთა გამოყენებით სხვადასხვა კურსებს ვაგებ მე. თუ მომყვებიან, ყველაფერი წესრიგში იქნება. წარმატებას მიაღწევენ და მიადგებიან ამ მწვერვალს. საბაზო ბანაკის მასალა თქვენთვის გადმოცემულია. ეხლა კიდევ დარჩენილ ორ ვიდეოკლიპში ამ შესავალი კურსის ჩვენ მოვამზადებთ ამ საბაზო ბანაკს. ეს ანალოგია რო გავაგრძელოთ, საჭიროა რომ კიდევ ჩვენ გავიხსენოთ, რომ საბაზო ბანაკიდან რჩეული ხალხი მიდის წინ, საკმაოდ რთულია ტრაექტორიის დაგეგმვა, ყველაფრის განსაზღვრა, ამიტომ კიდევ ერთი ბანაკი იქნება. მერე მეორე, მესამე და ასე შემდეგ. და ყოველთვის ხდება შერჩევა. მწვერვალზე საუკეთესოები ადიან. სტატისტიკა შეესაბამება იმას, რაც ხდება ესეთ შემთხვევაში და ამიტომ ვაგრძელებთ, ორ ვიდეოკლიპში, მერვე და მეცხრე, ეს არის საბაზო ბანაკის გამეორება და მომზადება. ვარჯიში ტრეინინგი, როგორც დღეს არის მიღებული. შეიძლება მოგეჩვენოთ თქვენ, რომ ის წინა კლიპის ბოლო მოდელი იყოს ზედმეტი, საკმაოდ აბსტრაქტული, მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვება ძალიან უჭირს ადამიანს. ყველა ვინც მიგვატოვა, ფიქრობდა ზუსტად ასე, გაუჭირდა საკუთარი თავის დანახვა როგორც ფსიქოლოგიური ობიექტის. დარჩა ისევ, როგორც ჩვენ ვილაპარაკია, საკუთარ თავს ვერ აკვირდება, ვერ აფასებს თავის საშუალებებს. ეს ძალიან რთული ამოცანაა. იმედია, ის რაოდენობა ჩვენი მსმენელების გააგრძელებს უკვე თემატური კურსების გავლას. ეს გამოცხადდება უკვე შემდეგ ვიდეოკლიპში. არ იყო ზედმეტი და არ იყო ურიგო ნამდვილად ლაპარაკი ჭადრაკის თამაშზე, რომელიც არის ინტელექტუალური საქმიანობის და ინტელექტუალური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოდელი. ამაზე ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ და დღეს როგორც მოდელს საერთოდ ჩვენი ცნობიერების და განვითარების და ინტელექტუალური სისტემების ჩვენ უკვე ვცდილობთ, რომ განვიხილოთ ხელოვნური ინტელექტი, რობოტები. ეხლა მოდით გავაკეთოთ
იმ წარმოდგენების პროეცირება აი ამ ამოცანაზე შევქმნათ ხელოვნური ინტელექტი. ერთ მხარეს არის ადამიანი, მოჭადრაკე, რომელიც ეჯიბრება რობოტს, მეორე მხარეს არის მანქანა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უზნაძეს მექანიზმით მუშაობს. ანუ იწერს ყველაფერს და წარმოიდგინეთ, რომ კარგად დაპროგრამებული, სწრაფად მოქმედი თანამედროვე ტექნიკური საშუალებებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად ყველა საჭადრაკო პარტიას ფლობს და აქვს დალაგებული. ანუ ჩვენ დავაპროგრამეთ ეს ყველაფერი, ჩვენ ვასწავლეთ ძიება იწყება პირველი სულიდან და ყველა სულა არის იმის ანალოგი, რომელიც უკვე არის გათამაშებული. რა ემართება აი ამ შემთხვევაში ადამიანს, რომელიც ეჯიბრება ამ ხელოვნურ, მოდით ასე ვთქვათ, ინტელექტის წარმომადგენელს. ანუ არ შეუძლია ასე სწრაფად მთელი პარტიების გადარჩევა. საჭიროა ვარჯიში. უამრავი მართლა განვითარებული მოჭადრაკე ფლობს ყველა პარტიას და ცნობს როდის, რომელ მატჩში და სად და ვის მიერ გათამაშდა. მაგრამ რა ამოძრავებს მოჭადრაკეს ამ შემთხვევაში? მოდით ვთქვათ, რომ ლორენცის დემონი. ანუ ურთიერთობის გარკვევა, იერარქიული ურთიერთობის გარკვევა მანქანასთან. მივიღოთ ეს ცნობად. ერთმანეთს შორის ჩვენ სულ ვარღვევთ ესეთ იერარქიულ რანგს. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიდგომა, რომელიც რეალურად აღმოჩენილია, რეალურად არსებობს. ანუ შევეჯიბროთ ადამიანს. მოჭადრაკეები როდესაც თამაშობენ, ეს ინტელექტუალური ვარჯიში კი არ არის, აქ კიდევ მუშაობს ეს დემონი. ანუ რომელი მოჭადრაკეა თუ მსოფლიო ჩემპიონია, ეს ნიშნავს, რომ გაიარა გარკვეული შერჩევის პერიოდი და საუკეთესოა ამ მოჭადრაკეებს შორის იერარქიულ გარკვევებში. თან ძალიან საინტერესოა, რომ ეს არის სოციალური ურთიერთობის ერთ-ერთი მაგალითი, სადაც რეგლამენტირებული წესებია, მსაჯებია, ბოტვინიკმა წინ წავიდა. ნახეთ, როგორ ჩამოაყალიბა solving inexact search problems. ანუ ჩამოაყალიბა ეს ყველაფერი სამეცნიერო თვალსაზრისით, როგორც აი ასეთი ამოცანა. მოდით ქართულად ვთქვათ, რომ ჩვენ არამკაფიო ძიების პრობლემებზე მუშაობთ, როდესაც ინტელექტუალურ აი ასეთ თამაშს ჭყალებში ინტელექტუალურ საქმიანობას ვახორციელებთ, როდესაც მომავალი ჩვენთვის არ არის ცნობილი, არ არის გამოკვეთილი, ვარიანტების გადარჩება გვიწევს და ეს ზუსტად აი ამ კლასის ამოცანებზე ვმუშაობთ, როდესაც ჩვენ ვართ ადამიანები და ინტელექტუალურად ვირთვებით რაღაც ამოცანის გადასაწყვეტად. გვინდა უკეთესი ცხოვრება, არ ვიცით როგორია ეს უკეთესი ცხოვრება, შეიძლება მაგალითები იყოს და ვცდილობდეთ მივბაძოთ ამას, მაგრამ ზუსტად ეს გვამოძრავებს. შემდეგი სლაიდი, აი მივადექით, აი ყველაზე მთავარს, რის გარშემოც ტრიალებს ჩვენი სოციალური ურთიერთობა ამ პლანეტაზე. ქვეცნობიერად ლორენცმა და მისმა კოლეგებმა ნობელის პრემია რომ მიიღეს ფიზიოლოგიაში და მედიცინაში, ჩამოაყალიბეს, რომ ჩვენ გენეტიკურად ფლობთ ქცევის მოდელებს. ამ მოდელების ძირითადი მიზანია იერარქიული გარჩევები. პირამიდის ჩამოყალიბება, სასიცოცხლო რესურსების განკარგვის, მართვის და განაწილებისათვის ვიბრძვით ჩვენ აი ამ მოდელებით. მთელ ცოცხალ ბუნებაში ეს პროცესი მიმდინარეობდა მთელი ევოლუციის განმავლობაში. ორი პირამიდა, ერთი პირამიდა არის იერარქიული პირამიდა, მეორე არის რესურსების, სასიცოცხლო რესურსების პირამიდა. შეხედეთ ამას. ანუ ყველაზე მაღალ დონეზე იერარქიაში, ცხოველთა სამყაროში და ალბათ ხვდებით, რომ ადამიანთა სამყაროშიც არის ის ჯგუფი, ის ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით ფლობს აი ამ რესურსებს.
ასეთი პატარა აგურებით არის ნაჩვენები, ეს ყველაფერი სტრუქტურირებულია, ამაში გარკვევა არის შესაძლებელი და თუ თქვენ ხვდებით უკვე თქვენი გამოცდილებიდან თუ მეცნიერები ან გამოცდილი ადამიანები უყურებენ ამ სლაიდს, ალბათ ხვდებით, რომ აქ არის ჩვენი მთავარი პრობლემა. როგორი უნდა იყოს ამ პირამიდის ერთი ზომა, ანუ იერარქიული პირამიდის ზომა, რესურსების პირამიდის ზომა და მთელი ისტორიული პროცესი აი ამ ოპტიმალური ზომების ძიება და მეტი არაფერი კონფლიქტები როდესაც ხდება, რევოლუციები, ომები და ასე შემდეგ, ზუსტად ეს იერარქიული გარჩევები მუშაობს. აი ამაში რო გავერკვეთ ჩვენ, საჭიროა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ის, რაც ჩვენ აქამდე წინა ვიდეო კლიპებში გვქონდა. გავიხსენოთ ეს ყველაფერი და მე დავაზუსტოთ ეს ჩვენი სამუშაო მოდელი. პირველი სისტემური აზროვნება. ეს ხო სისტემა არის. ერთი სისტემა, მეორე სისტემა, ერთიანი სისტემა არის. ორი ელემენტის, ერთი არის სოციალური იერარქიული სტრუქტურა, მეორე არის რესურსები. როგორია კავშირი და განაწილება? ალბათ მიხვდით, რომ რაც უფრო მაღალია იერარქიული რანგი, ხვედრითი მოხმარება სათანადო დონის რესურსების უფრო მატულობს, ადამიანების რაოდენობა კლებულობს, რესურსების ათვისებული თუ მითვისებული რესურსების რაოდენობა მატულობს და ეს იწვევს უკვე გარკვეულ დინამიკას, მოძრაობას ერთ პირამიდაშიც, მეორე პირამიდაშიც. საქმე იმაშია, რომ ნაწილი აი ამ სასიცოცხლო რესურსების არის შექმნილი ჩვენს მიერ, ასე განვითარდით, ცხოველებს არ აქვთ ეს ყველაფერი, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობენ, ამიტომ იქ უფრო დალაგებულია მსგავსი პირამიდები და მსგავსი ურთიერთობები. სისტემური აზროვნება დაგეხმარება ამის გაგებაში. ინფორმაციული გზავნილები ამ იერარქიულ დონეებს შორის და დონეებზე ურთიერთქმედება ხდება ინფორმაციული გზავნილებით, ზოგჯერ მუშტებით, იარაღით და იცვლება იერარქიული რანგი თითოეული ადამიანის. ახლა შეიძლება ვკითხოთ, რომ რა შუაშია ეს ყველაფერი? რაზე ვლაპარაკობ ჩვენ? განათლებაც არის იერარქიული სისტემა. განათლებაშიც, უნივერსიტეტში, სკოლაში, კლასში, პედაგოგებს შორის სულ იმდინარეობს იერარქიული გარჩევები. ასეთები ვართ, ასეთ სამყაროში ჩვენ ვარსებობ. თუ ჩვენი ურთიერთობა, სოციალური ურთიერთობა იმართება გამართული ინფორმაციული გზავნილებით, შეიძლება ჩვენ შევარბილოთ ეს იერარქიული ურთიერთობები. სტუდენტებს ყოველთვის უხსნი პირველ ლექციებზე, აი ამას რო ვაჩვენებ ამას ყველაფერს, ვეუბნები, რომ უნივერსიტეტი ჩემთვის პირადად არის ის ადგილი, სადაც გამორთულია იერარქიული გარჩევები. მე არ მეშინია სტუდენტების, სტუდენტებს არ ეშინიათ ჩემი და ჩვენ მუშაობთ საქმეზე. ანუ დროს არ ვხარჯავთ იერარქიულ გარკვევებზე. ასეთი ვარ მე და ამას მივყვები და შეგნებულად ვეუბნები ამას სტუდენტებს. ახლა ინფორმაციული გზავნილები ნახეთ, სათანადოდ უნდა იყოს შეთანხმებული, სათანადო სტანდარტები უნდა იყოს შემუშავებული და კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ აი ეს უზნაძეს განწყობის მექანიზმი ემსახურება ჩვენს მეხსიერებას. რას ჩაწერს აი ეს არქივარიუსი? ეშლება თუ არა არქივარიუსს ჩნდება ახალი კვლევითი ამოცანა, რა სიზუსტით აიგივებს რეალობას და აფიქსირებს ჩვენს მეხსიერაში. მეორე ფუნქცია, როდესაც ხდება ანალოგის ძიება, ნამდვილად სიტუაცია, რომელიც არის დღეს, აი ამ წამში, აი ამ მომენტში, გაიგივებულია თუ არა ადეკვატურად და სრულად იმასთან, რაც იყო წარსულში. აი თუ არის აი ამ ფუნქციების შესრულებაში რაღაც სირთულეები, მაშინ ჩნდება გაუგებრობა, მაშინ იერარქიული გარჩევები ამ სისტემაში რთულდება და შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი იერარქიული გარჩევები. შეიძლება სრულად ეს იერარქიული პირამიდა იყოს დაშლილი, როდესაც ტალღა გავა იერარქიული გარჩევების მთელ სიმაღლეზე, ზემოდან ქვემოდან შეიძლება ჩამოიშალოს კიდევაც თუ გზავნილები და სათანადო ურთიერთობა არის მორღვეული. ანუ ჩვენშიც არის მიზეზი, ჩვენ გზავნილებში. თან ისტორიულად იმაში რა გვასწავლეს
რას ვიღებთ როგორც რეალობას. ეს კიდევ ერთი ელემენტი აი ამ საქმიანობის. ადამიანები ვართ მაშინ, როდესაც ვერ პოულობთ ჩვენს მეხსიერებაში ანალოგიას მიმდინარე სიტუაციებს და სხვების გამოცდილებას მიმართავთ. სხვა ადამიანების შექმნილ ინფორმაციულ სისტემას. ვის ემსახურება ეს ინფორმაციული სისტემა? მთელ იერარქიას. ვინ როგორ იყენებს? თუ ცოდნით უფრო შეიარაღებულია იერარქიის ზედა ნაწილი, მაშინ ძალიან უჭირს ქვედა ნაწილს. იქ იერარქიული გარჩევები არის უფრო მძაფრი და შეიძლება ვთქვათ, რომ აი ღმერთმა არქმას სისხლიანი გაუნათლებლობის გამო. ოპტიმალური ზომები ამ იერარქიის, რაც იყო იმ პირველ სლაიდზე, როდესაც ეს ყველაფერი იყო დახატული, გულისხმობს აგრეთვე საინფორმაციო რესურსებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი. რამდენად კარგად შეგვიძლია ჩვენ ვფლობდეთ იმ კანონზომიერებებს, რომლებიც ახასიათებენ სამყაროს, ჩვენს ურთიერთობას და არ დაუშვათ აი ასეთი კატასტროფები, იერარქიული გარჩევები. ანუ თითოეული ახალი ინფორმაციული გზავნის მოძებნა უნდა იყოს ისეთი, რომ სასარგებლო ინფორმაცია ვიპოვოთ. ალბათ თქვენ უკვე ხვდებით, რამდენად რთულია ეს ჩვენი სამყარო. განათლებაზე უკვე ვილაპარაკეთ, ჩვენ უზნაძეს პროგრესორი, უზნაძეს არქივარიუსი მოდელი მოგეცით და მოდით ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს აწყობილი აი ის იდეალური განათლების სისტემა, როგორ უნდა დაალაგდეს, რომ ემსახურებოდეს მდგრად იერარქიულ სისტემას, სადაც ზომები არის ერთმანეთთან შეთანხმებული. მაშინ ყველაფერი რიგზია და ჩვენ როგორც ცივილიზაცია, ადამიანების ცივილიზაცია, ანუ ბიოლოგიური ევოლუციის გარკვეული შედეგი, ჩვენ შეგვიძლია კიდევ დიდხანს ვიყოთ ამ პლანეტაზე და შევინარჩუნოთ საკუთარი ბიოლოგიური სახეობა. მივდივართ წინ. არ უნდა დაგვავიწყდეს ლორენცის დემონი. ამ იერარქიულ გარჩევებში ეს მთავარი მომქმედი პირია. მისი პროგრამები, როგორც უკვე გითხარით, ეს ზუსტად ის არის, რაც ყოველთვის გვახსენებს. აი განწყობის თეორიაზე როდესაც ლაპარაკობენ, კლასიკური გაგებით ასეთნაირად განმარტავენ, რომ მოთხოვნილების დაკმაყოფილება, მაშინ ირთვება უზნაძეს მექანიზმი. თუ ჩვენ ლორენცის დემონს დაუმატებთ, მაშინ უფრო მოქნილი და უფრო დინამიური გახდება ეს სისტემა, იმიტომ რომ კონრად ლორენცის მოსაზრებით და ნამდვილად დაკვირვებით ეს ყველაფერი მიღებულია, იერარქიული რანგის გარკვევის იმპულსი სპონტანურად ამუშავდება ხოლმე ჩვენში. ანუ რაღაც დროის რაღაც მომენტებში ფიქრობთ, აბა სადა ვარ, რა დონეზე ვარ, რა მაწუხებს, ვებრძვი თუ არა მე ზედა ფენას იერარქიული პირამიდის, მინდა თუ არა ავიდე მაღლა, ან წარმოადგენს ჩემთვის თუ არა საშიშროებას ის ვინც არის ჩემზე დაბლა. ანუ იერარქიული გარჩევები ასეთნაირად მუშაობენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ილუზიებიც არის ერთ-ერთი საფრთხე. გვეშლება ჩვენ. ანუ გონია ერთი რაღაცა, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა რაღაცა არის და აი აქედან მოდის საფრთხე. ეს რაც ეხება კომუნიკაციას და რაც ეხება იმ ინფორმაციულ გზავნილებს. ევოლუციამ შექმნა ჩვენი სახეობა, შექმნა ესეთი იერარქიები და ჩვენ აი ამ იერარქიების შენარჩუნებისათვის და იმ სასიცოცხლო რესურსების პირამიდების შექმნაში ორ ლოგიკას შორის ვართ. ერთი არის მკაფიო ლოგიკა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ შევქმნათ ის რესურსები. ეს არის ტექნიკა, ტექნოლოგია, ოპტიმალურად გამართული წარმოება და ასე შემდეგ და არამკაფიო ლოგიკა, ეს არის ის, რითიც ჩვენ სოციალურ ურთიერთობებში ვკამათობთ ერთმანეთში, უკავშირდებით ერთმანეთს. ესეც იქნება ჩვენი მომავალი ერთ-ერთი თემატური ვიდეოკლიპის საგანი. მე ვეუბნები ხოლმე სტუდენტებს, რომ ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ორ ლოგიკას შორის გზააბნეული ცივილიზაცია ვართ. ზუსტი დასაბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მკაფიო ლოგიკით სარგებლობენ. ეს არის მათი ძირითადი მეთოდი. არა მკაფიო ლოგიკა, ეს ძირითადად ჰუმანიტარული მეცნიერებების აი ასეთი სირთულეა. როდის ჩამოყალიბდა ეს ყველაფერი? ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც საქმიანობა დაიწყო ადამიანმა, როდესაც ხელში აიღო ქვა, როდესაც დაიწყო დაუპირისპირდა ბუნებას და აღარ იყო ცხოველების კვების რგოლის ნაწილი, ან განთავისუფლდა იმისაგან. ცოტა ხანში მერე კანიბალიზმი დაიწყო, მაგრამ ესეც იყო ისტორიული პერიოდი. აი, ასეთები ვართ და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. ესეც იქნება ჩვენი ერთ-ერთი თემატური, მომავალი თემატური ვიდეო კლიპი. ეხლა ზოგადად ვლაპარაკობთ, აი ეს დონეები, როგორ რანაირად ვითარდებით ჩვენ. ეხლა აი აქედან გამომდინარე უკვე შევქმნით ჩვენ ინფორმაციული ბაზა და ამოცანა თქვენთვის. რა ხდება იერარქიულ დონეებს შორის? ნახეთ, ფენებია. აი ასეთნაირად არის წარმოდგენილი, გადიდებული, აი ესე გამოიყურება და მოდით აი ესეთნაირად შევხედოთ ამას, რომ ფენებს შორის ხდება იერარქიული გარჩევები. თუ ქვემოდან წამოვიდა იმპულსი და მე უპირისპირდები ზედა იერარქიულ დონეზე მყოფ ადამიანს, თუ ვაჯობე, მე ვიკავებ მის ადგილს, ის ჩამოდის ქვემოთ. მე უფრო დიდი რაოდენობით რესურსებს მოვიხმარ, განვითარდები, როგორც ბიოლოგიური და სოციალური არსება, ის ჩამოვა ქვევით. მაგრამ ისიც იფიქრებს შურისძიებაზე, ასეთები ვართ და მიჯერეთ, ეს არის რეალური ცხოვრება. ზოგჯერ ხვდებიან ამას, ინტელექტი გააჩნია ყველა დონეს და ზედა და ქვედა დონის წარმომადგენლები ერთმანეთს უკავშირდებიან იმისათვის, რომ ან დაუპირისპირდნენ ზედა იერარქიულ ფენას, ან პირიქით თავი დაიცვან ქვედა იერარქიული ფენებისაგან. აი, ამ ამოცანაზე შეჩერდით, განიხილეთ ეს ყველაფერი, ხედავთ, აი გამადიდებელი მინი და ესეთნაირად შეგვიძლია დავინახოთ ეს ყველაფერი და ვიფიქროთ ამაზე. აი ეს არის საბაზო ბანაკი. თუ ამას თქვენ განიხილავთ, იფიქრებთ ამაზე, დანარჩენ ვიდეოებში უკვე არ გაგიჭირდებათ იმ მრავალი თემატური ვიდეოს გარჩევა და გათვით ცნობიერება. კიდევ მეცნიერებას რო დაუბრუნდეთ, აი შეხედეთ, როდესაც მეცნიერები ერთმანეთში კამათობენ, ხშირ შემთხვევაში ისინი ზუსტად უპირისპირდებიან ერთმანეთს და ეს არის იერარქიული გარჩევები. ვერ გაურკვევიათ, რომელია უფრო მაგარი. აი მე მქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც აი კონფერენციაზე ვიღებდი მონაწილეობას, სადაც უილერი იყო კონფერენციის მონაწილე. სასწაული იყო. ანუ ადრე მოვიდა, დაჯდა დარბაზში, ბოლო რიგში და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დარბაზში ვერავინ ვერ შედიოდა და ვერ ჯდებოდა მის წინ. აი მაშინ მივხვდი, რომ იერარქია გადამწყვეტია, იერარქიული ურთიერთობები, როდესაც გაირკვა ეს ყველაფერი, მერე ორ კომიტეტის თავმჯდომარე შემოვიდა და თხოვა წინ გადაჯდომა. იყო არაჩვეულებრივი მოვლენა, აი ამაზე დაგვირგვება. ბოლო რიგში იჯდა თავის ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად ნობელის პრემიის ლაურეატად. მეცნიერებებშიც არის აი ასეთი იერარქიული ურთიერთობები. ნუ ისეთი დონის პიროვნება, რომელიც ღმერთს ედრება ფიზიკაში და მეცნიერებაში. არავის არ მოუვიდა თავში, რომ შემოვიდეს, მიესალმოს და დაჯდეს წინ. შიში და აგრესიულობა. ამ შემთხვევაში აი ამ მეცნიერთა საზოგადოებაში ნამდვილად შიში მუშაობდა. ქვეცნობიერი იერარქიული გარჩევების მოდელი და მექანიზმი. მოდით ამით დავამთავროთ, აი ჩვენი დრო ამოიწურა და მოვემზადოთ შემდეგი ჩვენი შეხვედრისათვის. ანუ ეს არის საბაზო ბანაკის პირველი სესია. ვიმეორებთ აი ამ იერარქიული პირამიდის და რესურსების მოხმარების მოდელზე, ვიმეორებთ ამას ყველაფერს. თქვენი ფანტაზიით, თქვენი ცოდნით, თქვენ შეგიძლიათ მრავალი მაგალითი განიხილოთ და ისარგებლოთ ამით იმ პრობლემების და იმ
შეკითხვებზე პასუხების მოსაძებნად, რაც აქამდე გქონდათ.